ბატონი მიხეილ სარჯველაძე. ბატონი მიხეილ, მოგესალმებით. მადლობა გიხდით იმედის დილაში ბიზნეს ინსაიდერში მოგზავნებისათვის და რამოდენიმე აქტუალური საკითხია თქვენთან ყოველთვის და ვეცდებით ყველა ძირითადი საკითხი ახლა მოვიხილოთ და პირველ რიგში მინდა გითხოთ ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობა მოკლედ ბოლო პერიოდის განმავლობაში უნდა ვაღიარო რომ არაერთხელ მინდოდა თქვენი სტუმრობა და იყო აქტიური საერთაშორისო ვიზიტები თუ შეიძლება რომ გითხრათ შევაჯამოთ ეს ნაწილი. მოგესალმებით პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის მაყურებელს მივესალმები. მადლობა იმიტომ რომ ინტერესდებით საზოგადოდ ამ საკითხებით რომელიც ჯანდაცვას უკავშირდება ეს მართლაც არ არის ის სფერო რომელიც აქტიურ როლს არ თამაშობს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაში, ესეც უნდა ვთქვათ. რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტებს, მართლაც დახუნძლული გამოვიდა, როგორც წესი თავს იყრის ხოლმე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება, საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატები სექტემბრისა და ოქტომბრის პერიოდში და ბუნებრივია რომ საქართველოს არის ამ დიდი მოძრაობების ნაწილი, რა თქმა უნდა, რომელიც უკავშირდება ჯანდაცვის გლობალურ მართვას. აქ მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ფორმატში საკმაოდ აქტიურია საქართველოს აქტიურად არის საქართველოს წარმოდგენილი და ვფიქრობ რომ ეს სამომავლოდ ძალიან კარგი შესაძლებლობების მომცემი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. ერთის მხრივ ხდება საქართველოს წარმატებების აღიარება და რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გამოიყოს ეს მართლა ძალიან სასიამოვნოა და აქ მხოლოდ ემოციასთან არ გვაქვს საქმე და მხოლოდ სიამოვნების არ ვამბობ ამას რომ ძალიან დადებითი შეფასება მიიღო მაგალითად იმ მიმდინარე რეფორმამ რომელიც ხორციელდება პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით ეს ყველა აღიქვამს ამას ვინც ჯანდაცვის სპეციალისტია თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეფორმის გამართულობას ზოგადად ამ სფეროს გამართვას და მეორეს მხრივ მაგალითად ის რომ მალარიის თემაზე როდესაც იმართებოდა ვთქვათ ძალიან დიდი მნიშვნელოვანი გერმანიაში ღონისძიება სადაც საქართველოს სამაგალითო ქვეყნად არის წარმოდგენილი რომელმაც შეძლო და მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი მიიღო აგერც ლევანდელი ამ წლის დასაწყისში. მოკლედ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საყურადღებო ამბავი ხდება საქართველოში რომელსაც ქვია წარმატება ამ წარმატებას აღიქვამს რა თქმა უნდა მთელი მსოფლიო და ხშირ შემთხვევაში ეს ხდება მისათითებელი, აი სამაგალითო საჩვენებელი სხვა ქვეყნებისთვის, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ მიბაძონ საქართველოს. ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აი ამ სიამოვნების ემოციასთან ერთად ეს არის საქმიანად ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყურადღებას იქცევს არაუბრალოდ აღიარება ხდება, ვთქვათ, ქვეყნისა, არამედ ეს ქმნის, რა თქმა უნდა, ახალი თანამშრომლობის პერსპექტივებს, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანს ხდის თვითონ საქართველოს, მნიშვნელოვან მოთამაშედ წარმოადგენს. ამიტომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო. ნუ რამდენიმე ესეთი სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, მათ შორის ჩვენ გქონდა გარკვეული თემატური და ბუნებრივია ესე ვთქვათ მართლობითი ხასიათის შეხვედრები და კი ბატონო, საერთაშორისო აღიარება მართლაც მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ როდესაც საქართველოს არის საჩვენებელი მაგალითად ჩვენ ეს შევძელით ჯანდაცვაში ნამდვილად თქვენი ხელმძღვანელობით ეს განსაკუთრებულად გამორჩეული ნაწილია კიდევ ერთხელ მარარისგან თავისუფალი ქვეყანა ეს არ არის პატარა მიღწევა ესე როგორც პირველადი ჯანდაცვის რეფორმის აღიარება. თუმცა ჩვენს ქვეყანაში შესავალსიც ერთ-ერთი кейსი მოვყევი, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე რომ არა წარმატებაზე გავაკეთოთ აქცენტი, არამედ როგორღაც ვიპოვოთ რამე, რა თემაზეც სპეკულირება შეძლოთ. ერთ-ერთი ასეთი თემა და არ შემიძლია ეს არ გკითხოთ, ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო ინსულინთან დაკავშირებული საკითხი, ინსულინის მედიკამენტებთან დაკავშირებით ზოგადად. ინსულინი არ არის. იყო ასეთი თემა, რომელიც გავრცელდა, ასე ვთქვათ, ვირუსულადაც კი რაღაცა დოზით, თუმცა რამდენადაც ამ სფეროს ჩახედულ ადამიანებს თანაც მოვიკითხეთ ეს თემა, ეს ასე არ იყო. თუ შეიძლება თქვენ რო გითხრათ რა მდგომარეობა ამასთან დაკავშირებით. აი, ეხლა ისევ მადლობა უნდა გადაგიხადოთ, რომ შესაძლებლობა მაქვს ახლა აქედანაც ვისაუბრო ამ თემაზე, იმიტომ რომ სულ ვამბობ, ყოველთვის ვამბობ და ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით მედია საშუალებებს. როდესაც ასეთი თემების გაშუქება ხდება, ეს ძალიან დიდი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით არის გასაკეთებელი და ვიდრე საკითხში არ ჩაიხედება, თუნდაც სიუჟეტს ვინც ამზადებს ისი არ შეიძლება რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგალითად ბავშვის რომელსაც აქვს ტიპი 1 დიაბეტი, აი მათი მშობლებისთვის მაგალითად ინფორმაცია იმის შესახებ რომ თითქოს და სახელმწიფო წყვეტს ინსულინის მიწოდებას ან რაიმე სირთულეა ინსულინის მიწოდების თვალსაზრისით ეს უბრალოდ არ შეიძლება უპასუხისმგებლო, იმიტომ რომ პანიკაში აგდებს უბრალოდ ადამიანებს. ამიტომ
სწორი ინფორმაციის მიწოდება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამბავი მოხდა ასეთი. ქონდა შეფერხება მოკლედ მსოფლიოში არის ორი გლობალური ლიდერი, ასე ვთქვათ, ორი შეიძლება სამიც. ორი გლობალური ლიდერი ევროპის კონტინენტზე, ერთი არის ფრანგული, მეორეა დანიური კომპანია. ისინი აწარმოებენ ამ პროდუქტებს, ორივე საქართველოში ხელმისაწვდომია. ერთ-ერთ კომპანიას, დანიურ კომპანიას შეექმნა გარკვეული შეფერხება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დროულად, ძალიან ადრიანად ჩვენს მიერ დაიგეგმა შესყიდვაც, გაფორმებულია ხელშეკრულებაც, ქონდა შეფერხება. პირველი პარტია მაგალითად, რომელიც ჯერ კიდევ მაისის თუ ივნისის დასაწყისში უნდა მოწოდებული ყოფილიყო, იმ პარტიას შეექმნათ 15,000 ნაცვლად, მოგვაწოდა თქვა 7,000. და ასე შემდეგ. აი ამ სირთულეების გარკვევის პროცესში გარკვეული ჩვენა დამოუკიდებელი სირთულეები, ასე ვთქვათ, დიახ, რა თქმა უნდა. იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან სწრაფად აღმოფხრადი სირთულეებია, რომელიც არა მხოლოდ იმედი მაქვს, არამედ ინფორმაცია მაქვს. მე გახლდით მათ შორის ოქტომბერში უშუალოდ მქონდა შეხვედრა ძალიან მაღალ დონეზე თვითონ ამ კომპანიასთან. მათ დადეს პირობა, რომ ძალიან სწრაფად ეს პრობლემა აღმოიფხვრება. ველოდებით ამ პროცესში, მაგრამ ამავე პროცესში ზუსტად იგივე ძალიან მაღალი ხარისხის, აი კიდევ ერთხელ გლობალური ლიდერების წარმოებული პროდუქტი, რა თქმა უნდა, საქართველოში აბსოლუტურად თავისუფლად ხელმისაწვდომია. რაც შეეხება საკითხს, რომ ცალკეული უხერხულობები, რომელიც შეიძლება ახლდეს მედიკამენტის ჩანაცვლებას, მაგალითად იქ ბიჯი, რომელიც უნდა გამოიყენო, ამ თქვა თავსებადია თუ არა პომპასთან და ასე შემდეგ, ყველა ამ საკითხზე, მათ შორის ჩვენ გვქონდა კიდეც შეხვედრა მშობლების გარკვეულ ნაწილთან, ვთხოვეთ, რომ მოვაწოდონ ინფორმაცია, რომ რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს თვითონ აი ამ პერიოდით ჩანაცვლება. ანუ ლაპარაკია არა დეფიციტზე, არამედ გარკვეული ტიპის შესაძლო დისკომფორტზე, რომელიც გადალახვადია ამ შემთხვევაში. დიახასია და მე უნდა ვთქვა, რომ ეხა იმ პერიოდში, როდესაც აი ამ მომენტით ისარგებლა ვინმემ და დადო ასეთი პოსტები, რომელშიც წერია, რომ რომელიღაცა პერიოდის და დროის მერე საქართველოს ისტორიაში იმის შემდეგ არ ყოფილა, რომ ინსულინი აღარ გაცემულიყო, ეს არის მტკნარი ტყუილი და ეს არის შეგნებულად, გავიგე ვიღაცისთვის პოლიტიკური ქულების წერის მანქანა, მაგრამ მეორეს მხრივ ეს იწვევს მშობლების მაგალითად პანიკაში ჩავარდნას, ამიტომ ეს არ შეიძლება. ამიტომ რაზეც უნდათ ხა ხელი მოითმონ, მაგრამ როდესაც ბავშვის ჯანმრთელობას ეხება და ასე შემდეგ, იქ არავითარი უფლება დეზინფორმაციის, არასწორი ინფორმაციის გავრცელების არ აქვს და რაც შეეხება იმას, რომ იმ კომპანიას შეფერხება ჰქონდა და შეიქმნა ის არის ამის ინფორმაციის გავრცელების ინიციატორები ჩვენ თვითონ ვიყავდით. ჩვენ თვითონ ყველა მშობელს ჩამოურეკეთ, ყველას მივაწოდეთ ინფორმაცია, რა ხდებოდა, რომ არავითარი პანიკისთვის მიზეზი არ არსებობდა და ასე შემდეგ. ის ალტერნატივა რაც შემოდის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის გლობალური ლიდერი კომპანია ინსულინის წარმოებაში. ეს არის Sanofi, რომელიც არის, რა ვიცი, ხა ამაზე უფრო მაღალი დონის რა შეიძლება იყოს, ჩემთვის წარმოუდგენელი ამის. კი ბატონო, დიდი მადლობა აი ამ ძალიან ისეთ ნათელი გადმარტებისთვის. აუცილებლად მინდა დაუბრუნდე ახლა პირველად ჯანდაცვის რეფორმის მიმდინარეობას. რა პროცესში ვართ, შედეგები რა გვაქვს, რა გეგმავთ? როგორც თავდაპირველადვე ითქვა, ჩვენ 1 ნოემბრამდე გარკვეული პილოტირების ეტაპი ქონდა, ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც უნდა შეჯამდეს პილოტირების შედეგები და ამის მიხედვით უნდა გაკეთდეს დასკვნები. იმისთვის, რომ უკვე მომდევნო წლის დასაწყისიდან ჩვენ შევძლოთ და რეალურ რეჟიმში ვამუშაოთ ეს პროგრამა. ჩვენ ქონდა გარკვეული შეხვედრებიც, მათ შორის სექტორის წარმომადგენლებთან ცალკეული დაკვირვებები ვაწარმოეთ, გარკვეულ ინფორმაციას თავი მოუყარეთ, რომელიც აი ფინალიზირდება ახლა თუ შეიძლება ასე ვთქვით თითქოს, მოკლედ ჯამდება და აი ამ შეჯამებული მონაცემების საფუძველზე ჩვენ უკვე რაღაც შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების ეტაპზე გადავალთ. ვფიქრობ, რომ გარკვეული გაამართლა ამ პილოტირებამ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მონაცემები ამოვიდა. ხშირ შემთხვევაში ფაქტორები, რომელიც ეფექტიანობაზე შეიძლება გავლენას ახდენდეს, რა არის ასე ვთქვათ პოტენციალი ამ პირველადი ჯანდაცვის, ყველაფერი ეს პრაქტიკულად ზედაპირზეა, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ამოცანები დაუსახოთ, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია პირველად ჯანდაცვას. იმიტომ რომ ეს არის ალბათ მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ვთქვათ აი მაღალ ტექნოლოგიური ჩარეები, რაღაც დიდად განსხვავდება ასე ვთქვათ აი პირველადი ჯანდაცვა, ვთქვათ მაღალ ტექნოლოგიური განვითარებული რაღაც სერვისებიდან და ასე შემდეგ, ეს თავისი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება არც ერთ სხვა დარგს. იმიტომ რომ ეს არის უპირველესი მნიშვნელობის მქონე დარგი, იმიტომ რომ ეს არის დარგი, რომელმაც ყველაზე პირველადი, ყველაზე მთავარი, სწორად დაგეგმვის შესაძლებლობა უნდა მისცეს მოქალაქეს, ანუ ადამიანს, რომელსაც აქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა
უშველოს საკუთარ ჯანმრთელობას, როგორ უნდა დაეხმაროს, როგორ უნდა აირიდოს თავიდან გარკვეული დაავადებები, აი ამის პირველი მრჩეველი, ყველაზე გასაგებად მისთვის ხელმისაწვდომად, ვინც აძლევს რჩევას მოქალაქეს, ეს არის სწორედ პირველადი ჯანდაცვა. იქ არის რა თქმა უნდა მათ შორის ეს არის სისტემა, რომელიც ერთის მხრივ დააზღვევს თავიდან არიდებადი დაავადებებისგან ადამიანს, ან რაც შეიძლება მეტად თავისუფალს გახდის ადამიანს ამისგან და მეორეს მხრივ, იქ სადაც საჭიროება წარმოიშვება, სწორი რჩევით. რა თქმა უნდა, ზედმეტად, ასე ვთქვათ, სამედიცინო სერვისების ზედმეტად მოხმარებისგან დაიცავს მოქალაქეს. კი ბატონო, რა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მართლა თითოეულ ჩვენგანს ეხება. აუცილებლად მინდა გკითხოთ, როდესაც ამ სფეროზე მიდისხობთ მთლიანობაში საუბარი და ჩვენ მათ შორის ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ბიზნესთან მქონდა შეხვედრა. ყოველთვის არის ხოლმე გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და ჭიდილი, ასე ვთქვათ. როგორია ბიზნესთან კომუნიკაცია მთლიანობაში სამინისტროს მხრიდან, ვინაიდან ბუნებრივი ბიზნესის ჩართულობა? ესე იგი, რაც ნამდვილად არ ჭირს, ეს არის კომუნიკაცია, ეს უდაოდ ასია. არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც არ ვიცი, აი მგონია უბრალოდ რომ შეუძლებელია გქონდეს საქმიანობა წარმართული ისე რომ არ გქონდეს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან, მათ შორის ეს არის ჯანდაცვის სექტორი დღეს. იმიტომ რომ დღეს კერძო სექტორის ხელში არის ჯანდაცვის სისტემის პრაქტიკულად უდიდესი ნაწილი. ეს ნიშნავს იმას, რომ პაციენტი, რომელიც არის ჩვენთვის მთავარი ღირებულება, პაციენტისთვის საჭირო მომსახურების უშუალოდ მიმწოდებელი არის კერძო სექტორი, ბიზნესი. აქედან გამომდინარე, არ ილაპარაკო მათთან, ეს უბრალოდ შეუძლებელია. ჩემთვის მაგალითად ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, არამც თუ არჩევანის საკითხია, ეს არამედ უბრალოდ ეს შეუძლებელია. და მეორეს მხრივ ბუნებრივია, რომ კარგად გვესმის, რომ კარგად უნდა ვიპარტნიოროთ, აი სწორად სამართლიანად უნდა ვიპარტნიოროთ, საიმისოთ რომ პაციენტისთვის საუკეთესო მომსახურება იქნეს შეთავაზებული, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. დიახ, რასაკვირველია, რომ უმრავლეს შემთხვევაში ეს ამართლებს. ისინი პრაგმატული ხალხია, ბიზნეს ხალხი, ბუნებრივია, რომ მათთან შეიძლება ამ კუთხით სწორად მოლაპარაკება და სწორად ურთიერთობების დარეგულირება. არის შემთხვევები, რა თქმა უნდა, ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მარტივად, ზოგიერთ შემთხვევაში უფრო რთულად, მაგრამ ეს ყველაფერი მიღწევადია, რა თქმა უნდა, მიღწევადია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და კარგი ტრადიცია შევძინეთ უკვე ასე ვთქვათ ამ ჩვენ თანამშრომლობას, საკმაოდ ისეთი წარმატებული აღმოჩნდა ამ დრომდეც და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. არის საკითხები, რასაც სახელმწიფო ყველა შემთხვევაში ექსკლუზიურად თვითონ გაუძღვება, არის საკითხები, რაც თავისუფლად შეიძლება, როგორც დღეს მიღებულია თქმა, აუთსორსზე იქნეს ესე ვთქვათ გატანილი და ამაში ბიზნესი იყოს ამის მიწოდებაში ჩართული. ამას არაფერი სჯობს, როდესაც ეს თანამშრომლობა სრულფასოვანია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენთვის თანამშრომლობის მთავარი პრინციპი არის აღიარება ნომერ პირველ ღირებულებად პაციენტის ინტერესისა. ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. ამის შემდეგ ყველაფერი შეწყნარებადი და მიღებადია. ბუნებრივია და მეც უბრალოდ ჩემი დაკვირვება მინდა ვთქვა ამ სფეროში, რომ რამდენადაც უყურებ და მათ შორის ბიზნესთან მუდმივი კომუნიკაცია, ამ სფეროში მოღვაწე ბიზნესმენებს გულისხმობ და მთლიანობაში კომპანიებს სულ უფრო და უფრო ნაკლებია ხოლმე განსხვავება, აზრთა სხვადასხვაობა სისტემაში, ასე ვთქვათ, მართვის საკითხებთან დაკავშირებით პაციენტებზე ორიენტირებულობასთან მიმართებაში ნამდვილად და ეს არის სწორედ დიალოგის შედეგი, ჩემი აზრით და არა ის რომ თქვა სახელმწიფო ერთს ამბობს და ბიზნესი მეორეს, ანუ ეს არის მუდმივი საუბრის, როცა რაღაც საუკეთესო ვერსიაზე დარწმუნებული ვარ, იქნება ბევრი განსხვავებული საკითხი, განსხვავებული შეხედულება შეუძლებელია წარმოუდგენელი არის პრაგმატული ხალხი. მაგრამ თავარია რომ ჩვენ ვიპოვოთ ის საკითხები, რაშიც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ და არა ის, რაც შეიძლება განსხვავებდეს და განსხვავებდეს. კი ბატონო, ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ, როდესაც მათ შორის პირველ ჯანდაცვას თქვენ დიდწილად გაუშვთ ამ ნაწილსაც ხაზი, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის მიმართულება, ხო, ბუნებრივია, აი მაქსიმალურად რა კეთდება იმისთვის, რომ რა თქმა უნდა თითოეული მოქალაქისთვის ეს იყოს მაქსიმალურად ადვილი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჯანდაცვა არის მაინც ნომერ პირველი, მაინც არა ნომერ პირველი თემა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ მოქალაქეს, სოფლად, ქალაქად ცხოვრებს აწუხებს. კი, რა კეთდება, ამაზე ყველაზე მოკლე პასუხი იქნება ყველაფერი, რაც კი შეგვიძლია. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს არის გამაერთებელი ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ოღონდ მხოლოდ ხელმისაწვდომობა არა, ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ამ კუთხით ხარისხი მუდმივად მზარდი უნდა იყოს. ჩვენ იმ საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც მოთხოვნები უფრო სწრაფად იზრდება, მოთხოვნილებები. მოთხოვნა თუნდაც ხარისხზე, ვიდრე რეალურად შესრულების ტემპია.
აი ამიტომ მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს, რომ რეალურად ადამიანი რო ყურს მოკრავს, რომ სადღაც რომელიმე დაავადება წარმატებულად იკურნება, ან უკეთესი მეთოდით იკურნება, თქვათ არ ვიცი რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში. ეს ბუნებრივია, რომ მომენტალურად იჩნდება ასეთი მოთხოვნა. სადმე რო ყურს მოკრავს პაციენტი, რომ არსებობს რაიმე მედიკამენტი, ექიმი რო ყურს ბუნებრივია, რომ ის მოდის ავტომატურად. თან დღევანდელ ეპოქაში შეუძლებელია ამას ყურმოყვრით კი არ ამობენ, ეს ჩვეულებრივ ამაზე ინფორმაცია ვრცელდება. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს, რომ ყველა ჩვენი აქტივობა უნდა იყოს პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული პაციენტისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ხარისხიან ჯანდაცვაზე. თუ ეს ამგვარად არ დაიგება, სხვას უბრალოდ არაფერს აზრი აღარ აქვს. ხო, ყველაზე უფრო ისეთია, ასე ვთქვათ, გავრცელებადი ნაწილი, მათ შორის დაზღვევის საკითხები არის ხოლმე კიდევ მნიშვნელოვანი. კი, რა თქმა უნდა, უამრავი საკითხია, რა თქმა უნდა, მათ შორის იგივე ხელმისაწვდომობას უკავშირდება ხარისხი ჯანდაცვის, ხო, ეს ვთქვით. აი იგივე მაგალითად სამედიცინო პროფესიონალების კვალიფიკაცია, რომელიც საქართველოში არის მართლა ძალიან დიდი და შესანიშნავი ტრადიციები აქვს არაერთ სკოლას, ხო? ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შესაძლებლობების მატარებელია და რეპუტაციის განვითარებაც სჭირდება და გაუმჯობესება. იმავდროულად, რა თქმა უნდა, შემდგომი განვითარებაც აუცილებელია. ამიტომ ძალიან საინტერესო გეგმებია, ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში მთლიანობაში უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეული მოქალაქისთვის, ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება, სამედიცინო ჩარევა, მისთვის იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი საუკეთესო ხარისხის ჯანდაცვა. დიდი მადლობა. ბატონო მიხეილ, ყველაზე ერთად საკითხზე ვისაუბრეთ ამ ნაწილში, რაც არის კიდევ ერთხელ სპეკულაციებისგან მაქსიმალურად გავთავისუფლდეთ, ალბათ ჯობს ყველას და ორიენტირება გავაკეთოთ მართლაც საუკეთესო ხარისხიან ჯანდაცვაზე, ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე ამმართულებით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ჩვენ დავბრუნდებით პარასკევს.